მოგესალმებით, საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აგრძელებს პოდკასტების სერიას. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის მხარდამჭერი არის ანდერსენ ჯორჯია და დღეს ვსაუბრობთ საარბიტრაჟო დათქმებთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკაზე. გვაქვს რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელიც გვინდა რომ მიმოვიხილოთ. არის ისეთი გადაწყვეტილებებიც, რომელიც ასე ვთქვათ, კრიტიკა არ ვაკრიტიკებთ, პირიქით მოსაწონია და მხოლოდ კრიტიკა არ არის ჩვენი პოდკასტის შინაარსი და არის ესეთებიც, რომელიც ცოტა დაზუსტებას და გაუგებრობებს იწვევს, საჭიროებს და გაუგებრობებს იწვევს, ამაზეც ვისაუბრებთ. და ოთოს თხოვ რომ დავიწყოთ ერთ-ერთ გადაწყვეტილებით, რომელიც არის კარგი გადაწყვეტილება და გვინდა რომ ეს იქცეს პრაქტიკად, ასე ვთქვათ, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში. კი ბატონო, დავით გიორგი მოგესალმებით. მიხარია რომ გრძელდება ჩვენი პოდკასტების სერია, GE-ის პოდკასტების სერია. და დარწმუნებული რომ კიდევ საინტერესო სტუმრებთან, სპიკერებთან და საინტერესო თემებით კიდევ ბევრ ეპიზოდს შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. კი ბატონო, ჩვენი წინა პოდკასტი, რომელიც ჩვენი კოლეგების და მეგობრების მიერ იქნა ჩაწერილი, ეხებოდა საარბიტრაჟო შეთანხმებებს და ვიცით რომ საარბიტრაჟო შეთანხმებები ერთი არა წერია კანონში და რა გვაქვს თეორიაში და რა მიმართულებით ვითარდება და მეორეა რა არის პრაქტიკაში და როგორ ცხოვრობს პრაქტიკაში საარბიტრაჟო შეთანხმებები და ამ პრაქტიკის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია საარბიტრაჟო შეთანხმებებზე საუბარი. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დათომ როგორც აღნიშნა შეეხება უშუალოდ პრაქტიკას, სასამართლო პრაქტიკას და მასთან დაკავშირებით როგორც სასიამოვნო სიახლეებს, ასევე ისეთ სიახლეებს, რომელიც ცოტა გვაფიქრებს და გვინდა რომ მსგავსი პრაქტიკები გამოსწორდეს იმ საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც ზოგადად მოწინავეთ ითვლება საარბიტრაჟო საზოგადოებაში. ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელზეც მინდა და მსურს თქვენი ყურადღების შეჩერება, რომელიც ბოლოდროინდელი არის, ანუ 2025 წლის გადაწყვეტილება არის, შემთხვევა ეხებოდა ისეთ საკითხს, როდესაც მხარეებს შორის უკვე დაწყებული იყო საარბიტრაჟო დავა, ანუ მიმდინარე დავა იყო, ტრიბუნალიც ფორმირებული იყო, თუმცა ამის პარალელურად მხარემ მიმართა სასამართლოს ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნად მიუთითა საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილობა, ანუ როგორც მოთხოვნა, სასარჩელო მოთხოვნა და ამავდროულად მოითხოვა ამ საარბიტრაჟო შეთანხმებების მოქმედების შეჩერება. აქვე იმასაც აღნიშნავ, რომ მანამდე თვითონ არბიტრაჟის საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობის საკითხი მე-16 მუხლიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია და არც კომპეტენციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. ანუ მხარე პირდაპირ სასამართლოში წავიდა, საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილობა როგორც სასარჩელო მოთხოვნა მოითხოვა და ასევე მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საარბიტრაჟო შეთანხმების მოქმედების შეჩერების მიზნით. ანუ სადა გვერდისავლა არა მხოლოდ არბიტრაჟისთვის, არამედ აი არბიტრაჟის შესახებ კანონით დადგენილი იმ პროცედურისთვისაც, რაც რეალურად აქვს უფლება, ანუ შეუძლია რომ შესაბამისად დააჩელენჯოს, ასე ვთქვათ, საარბიტრაჟო დათქმაც, კონკრეტული ტრიბუნალის კომპეტენციაც და ამის შესახებ სასამართლოში წიდავოს, ანუ კონკრეტული გზები არის კანონით დასახული. ამას ყველაფერს აცდა და შეიტანა ბათილობას. კი ბატონო. თუმცა ეს არ იყო ერთადერთი მოთხოვნა, ანუ სხვა მოთხოვნებიც იყო, ანუ იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა პუნქტების ბათილობის საკითხიც იყო დაყენებული. თუმცა ერთ-ერთი ანუ ძირითადი მოთხოვნა იყო ეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახელოდ, ასე ვთქვათ, უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი განმარტება გააკეთა სასამართლომ, როდესაც იმსჯელა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით და სასამართლომ განმარტა, რომ არბიტრაჟის შესახებ კანონის მე-16 მუხლი ადგენს იმ წესს და პროცედურას, რომლის შესაბამისადაც მხარეს აქვს უფლება და შესაძლებლობა დააყენოს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობის საკითხი, ანუ კომპეტენცია გახადოს სადავოდ
და მიყვეს იმ პროცედურას, რომელსაც არბიტრაჟის შესახებ კანონი ითვალისწინებს და ეს არის უპირველესი გზა, ასე რომ ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ მხარე არ ეთანხმება. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ასევე არბიტრაჟის შესახებ კანონის მე-6 მუხლი, რომელიც ისეთი ძალიან ჩვენთვის საარბიტრაჟო საზოგადოებისთვის ასე ვთქვათ, დამცავი მუხლი არის, რომ პირდაპირ უთითებს კანონი, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება რაიმე ფორმით ჩაერიოს და გადაწყვიტოს არბიტრაჟთან დაკავშირებული საკითხები, თუ ეს პირდაპირ კანონით არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, როდესაც არბიტრაჟის შესახებ კანონის მე-16 მუხლი ადგენს წესს და პროცედურას, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს საარბიტრაჟო დათქმის შედავება და შესაბამისად კომპეტენციის საკითხის სადაოდ გახდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს წესი და პროცედურა იქნეს დაცული და ამ შემთხვევაში სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი განმარტება, ასე რომ ვთქვათ, ეტაპობრივად გაუკეთა მხარეს, თუ რა წესი და პროცედურა უნდა დაეცვა მხარეს იმისთვის, რომ იმ მიზნისთვის მიეღწია, თუ მას რეალურად სურდა საარბიტრაჟო დათქმის ბათილობის, თუ მას ეს მიაჩნდა და სწორი მოთხოვნა იყო ფორმულირებული. ანუ მეორე გზა, რომელიც მხარემ აირჩია, თითქოს შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მისი ერთადერთ მიზანს თითქოს წარმოადგენს ხელოვნურად საარბიტრაჟო განხილვის გაჭიანურება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით სასამართლო წესით საქმის განხილვას რა დრო ჭირდება და თუ სასამართლო დააკმაყოფილებდა ამ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას, გამოვიდოდა, რომ აქეთ საარბიტრაჟო განხილვა უნდა გაჩერებულიყო და სანამ სასამართლო არ გადაწყვეტდა სამი ინსტანცია, მანამდე ფაქტობრივად გამორიცხული იყო საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება. და მეორე მხრივ ჩვენი კანონი ამბობს, რომც გაასაჩირო კომპეტენციის საკითხიც და ნამდვილობის საკითხიც, ეგ გასაჩივრება თვითონ საარბიტრაჟო განხილვას არ აჩერებს. როგორც ესეც იყო მიზანი მხარის და მის წარმომადგენლის, რომ აი ამ გზით შემოევლო, ასე ვთქვათ, პროცედურა. ამ ნაწილზე უბრალოდ ორი სიტყვით ვიტყვი, რომ რეალურად როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხო, პრაქტიკულად ამ შემთხვევაში სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, რომ დადგეს ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო პროცესის თანმიმდევრულად წარმართვის სადარაჯოზე. იმიტომ რომ გამოდის, რომ სრულიად ბოროტად გამოყენება ხდება სასამართლო პროცესის ეკონომიურობის ფეხქვეშ გათელვა ხდება და ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუწყოს ხელი და არც უნდა წაახალისოს სასამართლომ და ეს ძალიან კარგი შემთხვევაა, როდესაც პრაქტიკულად საბოლოო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ხო ეგ შუამდგომლობა ბოთო გვეტყვის დეტალებზე, უბრალოდ ერთი ნიუანსია, რომ ძალიან ბევრჯერ მიფიქრია გერმანელებს აქვს სისხლის სამართალში ნორმა, რომლითაც თუ შენ ბოროტად იყენებ სასამართლო მექანიზმებს, საპროცესოს, მაგ შემთხვევაში შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, თუ მხარეთა სიმრავლეა და რამდენიმე მხარე ამას ერთობლივი კონსოლიდირებული შეთქმულებითი მექანიზმით ახორციელებს და ვფიქრობ, რომ ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსშიც არის მსგავსი ნორმები ამოკითხვადი და შეიძლება თუ წახალისდება ესეთი შემთხვევები და დავინახავთ არ გამორიცხავ, ის სამართლებრივი დევნის დაწყება იყოს ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იმისათვის, რომ გადავარჩინოთ მავნე პრაქტიკის და ბოროტად გამოყენებისაგან მხარეები ამ მექანიზმებისა და საბოლოო ჯამში არბიტრაჟი თავისი სიტყვა ეთქმოდეს და სასამართლოც კიდევ პირიქით იცავდეს, იმიტომ რომ კანონით არის დარეგულირებული და სასამართლოს მოვალეობა კანონის დაცვაა, თორე ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეხლა არბიტრაჟი ჭირდება სასამართლოს რაღაცა მხარდაჭერა იმ კაკებით, რომ რაღაც მეურვეობა მზრუნველობა. არა, უბრალოდ ვამბობ, რომ სასამართლომ კანონი უნდა დაიცვას ისე, რომ არბიტრაჟი არ შეუშალოს ხელი საარბიტრაჟო განხილვას. ხო, აი მან პირველი დაცვის ხაზი სისხლის სამართალი რომც არ იყოს, არის სასამართლო, ხო, რომლის გამოყენებას და ინსტრუმენტალიზებაც ხდება არბიტრაჟის პროცესის წინააღმდეგ, საარბიტრაჟო პროცესის წინააღმდეგ მთლიანად. და აი აქ სასამართლომ სწორად შენიშნა ეგ საკითხი და უბრალოდ უარი უთხრა და საკმაოდ საინტერესო განმარტებებს აკეთებს. აქ მათ შორის ეგრეთ წოდებული severability პრინციპთან დაკავშირებით, რომ განცალკევებადობის პრინციპთან, რომ საარბიტრაჟო დათქმას ცალკე შინაარსი აქვს, ცალკე ნამდვილობა აქვს, ამიტომ ხელშეკრულების ბათილობას რომ ითხოვდეს მხარე, ეს არ ნიშნავს, რომ მას აქვს უფლება, რომ საარბიტრაჟო დათქმის შეჩერება მოითხოვოს და შესაბამისად ის დათქმა პირიქით, ანუ დათქმა იმაზე მიუთითებს, რომ არბიტრაჟმა უნდა გადაწყვიტოს ეგ საკითხებიც მათ შორის, რაც ხელშეკრულებას უკავშირდება, მათ შორის აუთოსანამ გააგრძელებს უბრალოდ ერთ ნიუანსს ვიტყვი, რომ ისე რო არ გამოჩნდეს, რომ თითქოს ეს ძალიან ცალმხრივად და ცალმხრივი პრიზმიდან და პერსპექტივიდან უყურებთ, ბუნებრივია აღსანიშნავია შეჯიბრებითობის კომპონენტით ნაკარნახები ქმედებები იმ კოლეგებისა, ვინც ესეთი მექანიზმებით ცდილობს, რომ თქვათ საუკეთესო ინტერესები დაიცვას კლიენტის. უბრალოდ ზღვარი სად გადის შეჯიბრებითობასა
კანონიერებას და უკანონობასა და ეთიკურობასა და არაეთიკურობას შორის ეგ ზღვარია, რაც ჩვენ ყოველთვის დასაცავი გვაქვს, თორე ბუნებრივია, მოსაწონია, როდესაც შემოქმედებითად უდგება შეჯიბრებითობის კომპონენტს ჩვენი კოლეგა ან ჩვენ რომელიმე და ცდილობს რომ გადაარჩინოს კლიენტის ინტერესი, მაგრამ ეს ყველაფრის ფასად არ არის. ეგ არის ზუსტად ანუ რის ფასად, იმიტომ რომ მსგავსი პრაქტიკის დადგენის შემთხვევაში ჩვენ ერთი საქმით ვარ ვიწყებთ და ვასრულებთ პრაქტიკას, ხო? ანუ მსგავსი პრაქტიკა შეიძლება შემდგომ ჩვენ საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული, იმიტომ რომ ამ პრაქტიკის დამკვიდრების შემთხვევაში ხა ჩვენ ვიცით ზოგადად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას რა სტანდარტი აქვს, ხო? ანუ თუ ეს შინაარსობრივი თვალსაზრისით განხილვადი გახდა სასამართლოს მხრიდან გამოდის რომ ყველა შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს ეგეთი უზრუნველყოფის საშუალება და ყველა ჯერზე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება შეჩერდეს წლობით, რაც საერთოდ აზრს და ფუნქციას დაუკარგავს არბიტრას, ხო? იმიტომ რომ თავარი ამოძრავებელი ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი უპირატესობა არის უფრო მეტად სწრაფად განხილვა არბიტრაჟის გზით, ხო? ეხლა თუნდაც კომპეტენცია, როდესაც ხდება სადაო, იქაც შემჭიდროებული ვადები აქვს თვითონ არბიტრაჟს და შემდგომ გასაჩივრების დროსაც სასამართლო ერთ-თვის ვადაში ვალდებულია რომ გადაწყვიტოს ეს საკითხი და აქეთ გვაქვს ეს რამდენიმე თვიანი განხილვა და აქეთ გვაქვს 3 ინსტანციის განხილვა. ანუ თუ 3 ინსტანციის განხილვაში შეყვა სასამართლო ამ საკითხის განხილვას, აქეთ გვჩება რომ საარბიტრაჟო განხილვა ფაქტობრივად ჰაერში გამოკიდებული გამოდის რა და ეს გადაწყვეტილება მეტწილად და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ კუთხით რომ ალბათ ეს ანუ სხვაგვარი პრაქტიკაც არსებობდა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია რომ ერთ-ერთმა საქალაქო სასამართლომ ეს თბილისს არ ეხებოდა რომელმაც შეაჩერა და ანუ ის რომ თბილისმა შეცვალა გარკვეულწილად ეს პრაქტიკა სხვადასხვა საქმეებზე არის საუბარი თუმცა უფრო ახალი გადაწყვეტილება არის თბილისის და იმედი გვაქვს რომ ეს მიდგომა განვითარდება და ეს მიდგომა დამკვიდრდება საბოლოო ჯამში, რაც უფრო მეტად სწორიც არის და უფრო პროსაარბიტრაჟო გადაწყვეტილებაც უნდა დამკვიდრდეს ოთო, იმიტომ რომ ყველაფერს არ უღებს ის, რასაც ითხოვს მან მოსარჩელი, ან პირველ რიგში არ უღებს საარბიტრაჟო შეთანხმებას, რომელსაც თვითონ მხარემ მოაწერა ხელი და დაპირდა მეორე მხარეს, რომ ჩვენ თუ დავაგვექნება, მე შენ არბიტრაჟში გამოვყვები. მაგას ხომ არ უღებს. მე თვითონ არბიტრაჟი დაწყებული იყო პროცედურა, სავარაუდოდ შეთანხმებული იყო მთელი პროცედურა და ასე შემდეგ და მიყვება ამ არბიტრაჟში. მაგასაც არ უღებს, არასაჩივრებს და რომ არასაჩივრებს და იმ გზას არ მიყვება, რაც დადგენილი არის კანონით და სავარაუდოდ წესებით იმ ინსტიტუტის რომელშიც იყო, იმასაც არ მიყვა, ისიც დაარღვია. მე საპროცესო კოდექსშიც არ გვაქვს ამისთვის ცალკე წარმოების პროცესში ყველაფერი გაწერილი გვაქვს და რადგან ამ ტიპის საკითხებზე გვაქვს გაწერილი არბიტრაჟის კანონით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით კონკრეტული ნორმები, რომ როგორ საჩივრდება ისა თუ ის მოქმედება, ამას თუ აცდები და რაღაცა სხვა სიგონებ, გამოდის რომ იმას არ ღვევ, ანუ უბრალოდ რაღაც ორიგინალური იდეა კი არ არის, მარტივად კანონის დარღვევა არის, ანუ გადახვევა არის. და აღარაფერი თქვა არსებულ პრაქტიკაზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე, ანუ მასეთი მიდგომით ეხა ეს რო დაკმაყოფილებულიყო, ჩვენ აქ არბიტრაჟს ვერ გამავითარებთ, ამიტომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება არის და მივესალმებით. დავით ის სახსენე, ანუ საპროცესო კანონმდებლობა და ჩემი აზრით ამაზე სიმართლე გითხრათ რაღაცა ის კვლევა და ის არ ჩამიტარებია, მაგრამ ჩემი აზრით, აი თვითონ სასარჩელო მოთხოვნის კუთხითაც საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილობის განხილვა ჩემი აზრით უწყებრივი ქვემდებარეობის ნაწილში აქვს ამ მოთხოვნას პრობლემა რა, იმიტომ რომ თუ კანონი გეუბნება რომ არბიტრაჟმა უნდა განიხილოს ეს, ანუ გამოდის რომ ანუ და წესია დადგენილი როგორ უნდა განიხილოს, უწყებრივად ეცლება საფუძველი რომ სასამართლოს მიერ მოხდეს ამ საკითხის უბრალოდ უნდა შეწყვიტოს წარმოება. უბრალოდ უნდა შეწყვიტოს წარმოება, იმიტომ რომ მხარეს ანუ თუ თვითონ უნდა სასამართლოში წასვლა ამ სამართლებრივი ურთიერთობიდან შეუძლია პირდაპირ მიმართოს, ამას არ ჭირდება ესეთი მოთხოვნის დაყენება და თუ მეორე მხარე შეედავება მეცხრე მუხლის ფარგლებში მოხდება საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტა და თუ იმას ელოდება რომ მეორე მხარე უჩივლებს და მაგ დროს არ უნდა არბიტრაჟში სწავლოს, მას აქვს ვალდებულება რომ დაელოდოს და თვითონ საარბიტრაჟო წარმოების ფარგლებში გახადოს ეს საკითხი სადავით. კი ბატონო. ამიტომ გონია რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ანუ საინტერესო შემთხვევა იყო აღნიშნოთ და ცხადია გიორგიმ რაც აღნიშნა ისიც ასე რომ ვთქვათ დასაფასებელია თუ რა ფორმით ცდილობ კლიენტის ინტერესების დაცვას, თუმცა მეორე მხრივ ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში არის იმაზე საუბარი თუ რა არის სწორი და რა არის მართებული საარბიტრაჟო პრაქტიკის
განვითარებისთვის და შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ სწორი განმარტება გაკეთდა და სწორი გადაწყვეტილება იქნა საბოლოო ჯამში მიღებული. კი ბატონო, მოკლედ შევეხოთ მეორე გადაწყვეტილებაზეც, რაზეც ჩაწერის დაწყებამდე საუბრობდით, რომ შენ გაქვს რაღაც მეორე გადაწყვეტილებაც, რაც გინდა რომ დავაკომენტარო. კი ბატონო. ორსაფეხურიანი. კი, ანუ მეორე შემთხვევა ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც ანუ სახეზე გვაქვს ეგრეთ წოდებული multi-tier, ანუ მრავალსაფეხურიანი საარბიტრაჟო თუ ზოგადად დავის გადაწყვეტის მუხლი და ჩვენ წინა პოდკასტებში აღნიშნეთ, რომ აი Queen Mary-ის დავა Iten case-ის კვლევა არის 2025 წლის, სადაც დაახლოებით 80%-მდე გამოკითხულების უპირატესობას ანიჭებენ არბიტრაჟს სხვა დავის გადაწყვეტის მექანიზმთან ერთად. იმის გათვალისწინებით, რომ არბიტრაჟი საკმაოდ დროშიც ბოლო პერიოდში საერთაშორისო დავები განსაკუთრებით დროშის საკმაოდ იწელება და ამავდროულად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხარეები ცდილობენ და ვიცით ჩვენც, რომ საკმაოდ ბევრი დავის სხვა გადაწყვეტის საშუალება ვითარდება, ხო, როგორც არის მედიაცია, იქ დავების საბჭო, ექსპერტის დეტერმინაცია და ასე შემდგომ. შესაბამისად ხარეები ხშირად უპირატესობას ანიჭებენ ამას და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ეს მრავალსაფეხურიანი საარბიტრაჟო შეთანხმებები და ქართულ რეალობაშიც გვაქვს უკვე მსგავსი შემთხვევები და ის თუ რას უკავშირდება ჩვენი შემთხვევა, რაზეც სურს ყურადღების გამახვილება, ეს ეხებოდა ასე ვთქვათ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ხელშეკრულებას, ეგრეთ წოდებული ფიდიკის მსგავსი მოდელი იყო შემოთავაზებული. ანუ მაყურებელს რომ აუხსნათ ეს მრავალსაფეხური, ანუ ხშირად მაგალითად სამშენებლო კონტრაქტი კარგი მაგალითი არის, იმიტომ რომ სპეციალურ ცოდნას მოითხოვს ბევრი საკითხის. ამიტომ ხშირად დათქმაში წერია, რომ ვიდრე დავას დავიწყებს და საარბიტრაჟო განხილვა დაიწყება, ნიშნავთ ერთ ან სამ ექსპერტს, ასე ვთქვათ, ძირითადად საინჟინრო გამოცდილებით, მაგალითად, თუმცა სხვადასხვა შეიძლება იყოს, ეს დამოკიდებულია იმაზე, რაზე შეთანხმდებიან მხარეები და ეს ექსპერტები, რასაც გადაწყვეტენ, ჩვენ მერე იმას დავემორჩილებით და მანდაც შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, ან სავალდებულო იყოს, ან რაღაც სარეკომენდაციო და ნებისმიერ შემთხვევაში ამას რა დავაც მოყვება, ეგეც შეიძლება საარბიტრაჟო დათქმით გაიწეროს, რომ აი არბიტრაჟში უშუალოდ ამ ექსპერტების გადაწყვეტილება მიდის გასასაჩივრებლად, თუ მთლიანად დავა მიდის და ეს ექსპერტები უბრალოდ ერთ-ერთი მტკიცებულება არის, ანუ ეს საკითხიც მნიშვნელოვანი არის ხოლმე. კი, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ზოგადად აი წინა პოდკასტებში რაც იყო საუბარი საარბიტრაჟო შეთანხმების scope-თან დაკავშირებით რა, ანუ რა დავა მიდის მე არბიტრაჟში საბოლოო ჯამში რა. კი ბატონო და კარგი ასე რომ ვთქვათ მინიშნებები და რეკომენდაციები იყო წინა პოდკასტებშიც გამოთქმულთ, რა ფორმით შეიძლება ჩამოყალიბდეს არბიტრაჟო შეთანხმება იმისთვის, რომ დავები არ დაიყოს და მხარეს არ მოუწიოს სხვადასხვა ფორუმებში ასე რომ ვთქვათ დავების განხილვა. ამ საკითხს რო დაუბრუნდეთ, ანუ საკითხი შეეხება რომ პირველ ეტაპზე ეგრეთ წოდებული ანუ ინჟინერის თუ ზედამხედველის გადაწყვეტილების მექანიზმია, როგორც ვიცით, გათვალისწინებული, ამას შემდგომ მოყვება დავების საბჭოს მექანიზმი და ამის შემდგომ მოდის უკვე არბიტრაჟში, თუ მხარეებს სურთ რომ კვლავ დავა გააგრძელონ. პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ამ საკითხს უკავშირდებოდა და ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის არის ცნობილი და ზოგადად საარბიტრაჟო საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ეს ეხებოდა 2021 წლის გადაწყვეტილებას, სადაც სააპელაციო სასამართლომ არსთუმართებული გადაწყვეტილება მიიღო, სადაც განმარტა, რომ დავების საბჭო არ იცნობს ქართული კანონმდებლობა როგორც დავის გადაწყვეტის საშუალებას და ისეთ ანუ მაშინ როდესაც უცნობი დავის გადაწყვეტის საშუალება ის მოიცავს თავის მხრივ არბიტრაჟის შეთანხმება, ესეც არბიტრაჟის შეთანხმება ვერ იქნება ნამდვილი და ფაქტობრივად უკვე არბიტრაჟის უკვე მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა ცნობა საჩივრის საფუძველზე უკვე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, ანუ დასრულებული იყო არა კომპეტენციის ეტაპზე და არა შედავების დროს პირობითად განხილვის დროს, არამედ უკვე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, იმიტომ რომ არბიტრაჟის შეთანხმება არ იყო ნამდვილი. ანუ კანონისთვის და კანონით გაუთვალისწინებელი მექანიზმის არსებობა არის საფუძველი რომ გაუქმდეს, ხო? კი, ზუსტად. ანუ განმარტა რომ მაგალითად წინააღმდეგობა მხარეთანების ავტონომიის და სახელმწიფო თავისუფლების პრინციპი. ანუ განმარტება გააკეთა რომ მაგალითად არსებობს მედიაცია, რომელიც არის კანონით გათვალისწინებული და ასე შემდგომ, მაგრამ არა
კანონით გათვალისწინებული დავის გადაწყვეტის საშუალება იყო გათვალისწინებული და აქედან გამომდინარე გააუქმა ესეთი საარბიტრაჟო შეთანხმება. ამ გადაწყვეტილებას ცხადია პროფესიულ კი, სააპელაციო სასამართლოზეა საუბარი. მოყვა ცხადია გამოხმაურება, საკმაოდ კრიტიკული, იმიტომ რომ ეს საერთაშორისო სტანდარტს მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება და ისიც აღსანიშნავი არის, რომ მსგავსი ხელშეკრულებების ძირითად შემთხვევაში იყენებს სახელმწიფო ორგანოები, იქიდან გამომდინარე, რომ დონორის დაფინანსებულ პროექტებში ხშირად არის მოთხოვნა, რომ ეს FIDIC-ის და საერთაშორისო ხელშეკრულებები იყოს გამოყენებული. შესაბამისად, იქ სადაც მხარე სახელმწიფო არის და სახელმწიფო ხელს უწერს საერთაშორისო კომპანიას ხელშეკრულების პუნქტზე და შემდგომ იმავე სახელმწიფოს სასამართლო აცხადებს, რომ ესეთი საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ცხადია საერთაშორისო კონტრაქტორების თუ ინვესტორების თვალში ძალიან ასე რომ ვთქვათ, არ გამოიყურება ეს ყველაფერი კარგად. შეიძლება ორი სიტყვით ვიტყვი, მაგრამ წელს იმიტომ რომ ჩვენთვის კარგად არის ცნობილი და მეც მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში მქონდა და სამწუხარო არის, რომ მაგ მიმართულებით განვითარებაზე იყო მცდელობა სახელმწიფო კომპანიის მხრიდან. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ვიცით, რომ იუსტიციის სამინისტროში არსებობს ორი ძალიან მნიშვნელოვანი დეპარტამენტი ასეთ ტიპის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ერთი არის ხელშეკრულებების ექსპერტიზის დეპარტამენტი, რომელიც მატერიალურ სამართლებრივად უყურებს სახელმწიფოს მონაწილეობით დადებულ მსგავსი ტიპის კონტრაქტებს და მეორე არბიტრაჟების დეპარტამენტი, რომელიც უკვე უყურებს საარბიტრაჟო დათხოვებას. ანუ პრაქტიკულად გამოდის, რომ იქნება ეს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გზების დეპარტამენტი, ეკონომიკის სამინისტრო, ვინც არ უნდა იყოს, რომელიც სამინისტროც არ უნდა იყოს, რომელიც სახელმწიფო უწყებას არ უნდა დებდეს კერძო სამართლებრივ ხელშეკრულებას, სადაც არბიტრაჟი მოხლია, ყველა უგზავნის ამას იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი და მართლა კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული დეპარტამენტი უკეთებს ეგრეთ წოდებულ ვიზას. ანუ რეალურად თუ მათი მხრიდან დასტური არ მოდის, სამინისტრო კონტრაქტს ვერ აფორმებს და ეს პროცედურა ყველასთვის ცნობილი არის, ვინც ამ სფეროში ვარ ჩართულები. რაც ადმინისტრაციული უწყების მიმართ ნდობის ხარისხს ზრდის და აჩენს სახელმწიფოს მიმართ ნდობას, ხო? ჯობია ადმინისტრაციული ნდობა, ხო? ადმინისტრაციული სამართლების დოქტრინა, ხო? მე მაქვს კანონიერი ნდობა შენს მიმართ, რომ შენ ეს ორმა დეპარტამენტმა შეამოწმა იუსტიციის სამინისტროში მოგცა თანხმობა და ჩემთვის უკვე ეს გარანტია, რომ ამ დათქმას ჩვენ აღარ გადავხედოთ. მაშინ გამოდის რა, რომ ამ ორმა დეპარტამენტმა ბათილი ნორმა ვერ ამოიკითხა, უკანონო ნორმა ვერ ამოიკითხა, ვიზა დაადო და მერე სასამართლოს გზით დააპირა ამის გამოკვლევა. ანუ თლიანად ეწინააღმდეგება იმაზე. ჩვენ ხო ვიცით, რომ არბიტრაჟზე თუ თანხმდები, დაუწერელი წესია, რომ სახელმწიფო თუ არბიტრაჟის მოხზე ან რამე მექანიზმზე ხელს გიწევს, სუვერენიტეტზე იმ ნაწილში უარსაბობს, სადაც იმუნიტეტი მერე შიდა კანონმდებლობაზე ვეღარ მიუთითებს და მე მქონდა პრაქტიკაში შემთხვევა სამწუხაროდ სახელმწიფო მონაწილეობით შექმნილ შეპესემ რა დაწერა ის ცნობა ახსნობაში მოვიგეთ დავა უცხოეთში დავა გადაწყდა ევროპაში მოიგო უცხოელმა ინვესტორმა და ცნობა ახსნების ეტაპზე ხარე მიუთითა შეპესის დირექტორმა მიუთითა რომ მე როგორც დირექტორმა გადავაჭარბდო უფლებამოსილებასო და არ შევათანხმე იმათთან და ჩემი მარტო ხელმოწერილი დოკუმენტიო იმათი ვიზის გარეშე არ არის ნამდვილი. საინტერესო შემთხვევაა ნამდვილად. და მადლობა ღმერთს რომ მაგნაცილში ვხედავდით რომ უზენაეს სასამართლო ამ ლოგიკას ვერ გაითვალისწინებდა, მაგრამ მოურიგდით. ცნობაცლების ეტაპზე მოურიგდით. მოიგება მაინც კარგი გამოსავალი. ამას როგორც აღნიშნე მსგავს გადაწყვეტილებას მოყვა საკმაოდ ისეთი მწვავე კრიტიკა არბიტრაჟის საზოგადოებისგან და პროფესიულ წრეებში, მათ შორის მეც გამოვაქვეყნე ერთი სტატია, რომელიც ამ საკითხს ეხება და უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში, ანუ 24 წელს იყო ერთი გადაწყვეტილება მიღებული და 25 წელს მეორე, ასევე ეს 24-ის არის ხო, რომელზეც საუბრობ? 21-ის იყო პირველი, რომელმაც თქვა, რომ ესეთი საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, მაგრამ 24-ში და 25-ში უკვე მიღებული ახალი გადაწყვეტილებები, სადაც სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პრაქტიკა. დაბს დაარქვა წინა საარბიტრაჟო პროცედურა, რომელიც ცხადია მართებულია და მხარებს აქვთ უფლება რომ ამაზე შეთანხმდნენ, ჩვეულებრივ ასე რომ ვთქვათ, სახელშეკრულებო მექანიზმი არის, რომ წამოდი და ვკითხოთ ექსპერტს მაგალითად და გადაწყვიტოს და გამოიტანოს დავა და აღიარა როგორც დავის გადაწყვეტის საშუალება და ამ ფორმით შეიძლება ითქვას, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ორი გადაწყვეტილება უკვე არის, ნუ მინიმუმ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ფარგლებში მაინც შეიძლება ვთქვათ, რომ შეიცვალა პრაქტიკა, გამოსწორდა და ამ კუთხით რაიმე კითხვის ნიშნები, რომ დაბს პლუს
არბიტრაჟი რამდენად აღსრულებადია საქართველოში, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე კითხვის ნიშნები ამ კუთხით აღარ არსებობს. ერთი გადაწყვეტილება ამ საკითხს ეხება უზენაეს სასამართლოსი, რომელიც პირდაპირ არ მსჯელობს ამ საკითხზე, მაგრამ ანუ დაბს როგორც დავის გადაწყვეტის მექანიზმს, ასე რომ ვთქვათ, თავის გადაწყვეტილებაში ახსენებს და რაიმე ასე რომ ვთქვათ, განმარტება რო ის არ შეიძლება და რაიმე წინააღმდეგობა მოდის საქართველოს კანონმდებლობაში, ეს რამე არ იკითხება. ამიტომ ცხადია ის გადაწყვეტილება პოზიტიური ნოტა არის, რომელიც კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ საერთაშორისო პრაქტიკასთან და იმ ტენდენციებთან, რომელიც გვაქვს სრულ შესაბამისობაშია და იმედს გამოვთქვათ, რომ როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ისე უზენაეს სასამართლოში თუ დადგა არსებითად ეს საკითხი განსახილველ და გადასაწყვეტად, ამ ხაზს ასე რომ ვთქვათ, გააგრძელებს სასამართლო, იმიტომ რომ ეს ასე რომ ვთქვათ, multi-tier საარბიტრაჟო შეთანხმებები კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ მომხმარებლების 80% არბიტრაჟის მომხმარებლების, მათ შორის საერთაშორისო კომპანიების და მხარეების იყენებს სწორედ მსგავსი ტიპის არბიტრაჟო შეთანხმებებს. კი ბატონო, კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რაზეც გვინდოდა მსჯელობა, არის ეხება გარკვეულწილად დერივაციულ სარჩელებსაც და საინტერესოა ამ კუთხითაც, იმიტომ რომ სხვათა შორის ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ დიდ ბიზნეს გარიგებებში არ ხვდებით ისე ხშირად საარბიტრაჟო დათქმებს, როგორც წესით უნდა ხვდებოდეთ, ჩემი აზრით. ქართულ რეალობაში, კი, მას შორის ქართველ ბიზნესმენებს შორის დადებულ რაღაც პარტნიორთა შეთანხმებაში, მაგალითად, ხო? წესდებებში, პარტნიორთა შეთანხმებაში, რატომაც არ უნდა იყოს გათვალისწინებული საარბიტრაჟო დათქმები? პირიქით, ხო, პირიქით, აქ უფრო მეტი მოლოდინი არის, რომ ბიზნეს დავები უფრო მიდის არბიტრაჟში, ვიდრე სხვა ტიპის დავები. აი ზუსტად ასეთ ბიზნეს დავებთან დაკავშირებით და საკორპორაციო სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით ერთი საყურადღებო რაღაც არის, რომ ხშირად შეიძლება მოგიწევს დერივაციული სარჩელის შეტანა. დერივაციული სარჩელი არის, როდესაც პარტნიორს შეაქვს თავისი სახელით, მაგრამ კომპანიის სასარგებლოდ სარჩელი. ანუ მაგალითად დირექტორმა კომპანიას მიაყენა ზიანი და კომპანიამ თვითონ არ მოითხოვა, დირექტორს არ წაუყენა მოთხოვნა და პარტნიორს შეაქვს თავისი სახელით, როგორც თვითონ პარტნიორი მოსარჩელეთ სახელდება, მაგრამ კომპანიის სასარგებლოდ უნდა მოახდინოს მოპასუხე კომპენსაცია. დირექტორი თავის თავს არ უჩვენებს. ეს არის კლასიკური მაგალითი დერივაციული სარჩელის, ხო? ეხლა აი ამ კონტექსტში საინტერესო არის სად გვიწერია საარბიტრაჟო დათქმა. თუ ეს გვიწერია პარტნიორთა შეთანხმებაში, მას შეიძლება და ხშირად დირექტორი არ აწერს ხელს. ამიტომ დირექტორს ვერ შემოვიყვანთ მხოლოდ პარტნიორთა შეთანხმებიდან დავაში. ჯოინდერი თუ შემოგვერთა, თავისით თუ დაგვეთანხმება, მაგ შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში პრობლემა არის. გარდა ამისა, თვითონ კომპანიაც ხშირად გიწევს, რომ დაასახელო მოპასუხედ. აი მაგალითად პრაქტიკა გვაქვს, რომ როდესაც პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას, ეს ითვლება კომპანიის გადაწყვეტილებად. ამიტომ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ბათილობას თუ ითხოვ, მოპასუხე დაასახელებ კომპანიას. და ეხლა ისმის მანდატს იგივე კითხვა, რომ თუ პარტნიორთა შეთანხმებაში გიწერია შენ მსგავსი დათქმა, ითვლება თუ არა რომ კომპანიაც დაეთანხმა. მანდატში ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ბათილობის კომპონენტში მსმენია მოსაზრება, რომ ქონებრივი კომპონენტი აკლია დავას. ბათილობის ნაწილში და ამიტომ რადგანაც არბიტრაჟი განიხილავს ქონებრივ დავებს, ამიტომ ბათილობაო არ არის არბიტრაჟის გადასაწყვეტიო. ანუ ის დასაბუთებელი იყოს, რომ ბათილობის შედეგი თუ ქონებრივ ეფექტს იძლევა, მაგითი უნდა ახსნარო არბიტრაჟი. ისი არც მიიღებს ინტერესი თუ ხო მესმის ეგეთი არგუმენტი, მაგრამ ცხადია როგორც წესი ქონებრივი კომპონენტი ახლავს ხოლმე ბათილობის ხო. ამიტომ როდესაც მაშინ პარტნიორთა შეთანხმებაში წერთ საარბიტრაჟო დათქმას, ალბათ კარგი იქნება თუ უკვე კომპანია არსებობს, ანუ უკვე დაფუძნებული კომპანია არის, კომპანიის სახელითაც მოხდეს მასზე ხელმოწერა, რომ საარბიტრაჟო დავის დაწყების შემთხვევაში კომპანიას მყავდეს, ასე ვთქვათ, საარბიტრაჟო დათქმაზე ხელმომწერი. თუმცა ეს დავა, რასაც ეხებოდა 2023 წლის 20 ივლისის დავა არის. მან ჩვენ ასეთ რაღაცას ვამბობდით, რომ თუ ინგლისელები გვეხმარებოდნენ, ხო, ინგლისელები, მაგაზე ეგ ცალკე საკითხია, ეგეც განვიხილოთ. ასეთ ვამბობდით, რომ 100%-მა თუ მოაწერა დამფუძნებლების, ესეც კომპანიის ასე ვთქვათ კონსტიტუციური გადაწყვეტილება, ანუ 100%-იანი პარტნიორთა კრების 100%-იანი გადაწყვეტილებით, თუ მოხდა შეთანხმება საარბიტრაჟო დათქმაზე, შეიძლება ესეც ჩაითვალოს კომპანიის მიერ ხელმოწერილად. და
თუმცა ამის საპირისპიროს გამოვიდა რომ დაადგინა უზენაესმა, თუმცა რომ წაიკითხოთ გაწყვეტილება, ბევრს ვერაფერს ვერ მიხვდებით სამწუხაროდ, იმიტომ რომ ანუ ხარებმა რა პოზიცია დააფიქსირეს ეგ წერია, თუმცა ბოლოს სასამართლოს პოზიცია რა არის ამ საკითხზე? ხო, რა ვიცი, ძნელად ამოსაკითხია. არა და რა მაგარი საქმე იყო, დავალწახნაგოვანი და უზენაეს სასამართლოშიც კი ვერ დაძლია. ხო, აი მან სხვათა შორის კიდე ერთი საკითხი რა იყო, რომ ინგლისის სასამართლო რაც ახსენე, ინგლისის სამართალი იყო გამოსაყენებელი საარბიტრაჟო დათქმის მიმართ. ორივე გზა მაგეთკენ მიდიოდა. როგორც ხელშეკრულების შეთანხმებული სამართალი იყო ინგლისის, ასევე City, ეგრეთ წოდებული ადგილი განხილვის იყო ლონდონი და LCIA იყო არჩეული. და პარტნიორთა შეთანხმებაში იყო რა, shareholders agreement-ში იყო arbitration clause. კი და ჩვენ მაგ დროს რა უნდა გააკეთოს მხარემ, ხო? უნდა მოამზადოს კვალიფიციური დასკვნა, სხვა გზა მხარეს ამისი არა. სხვა ქვეყნის სამართლის სპეციალისტ მოამზადეთ და წარუადგინეთ, რომელიც ამბობდა რომ დერივაციული სარჩელიც აი ასეთ შემთხვევაში ინგლისური კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება და არბიტრაჟ უნარიანიც არის და ამავდროულად სკოპიც იყო საკმარისი იმისთვის რომ მოეცვა ყველა ის მოთხოვნა რაც იყო დაყენებული, თუმცა აქაც სასამართლომ არ გვითხრა რატომ არ გამოიყენა ინგლისის სამართალი, მაშინ როცა კანონით მას პირდაპირ ეს ევალება და მათ შორის ისიც მივხვდეთ რომ თუ ჩვენი წარმოდგენილი დასკვნა რამენერად სადავოა ლონდონის კონვენციით მიმართე გამოსაყენებელი სამართლის დასადგენად და შენი დიპლომატიური არხით სცადე ხო? უფრო მეტი შეჯიბრებითობისკენ მოუწოდეთ მხარეს და მათ წარმოადგინონ კონტრარგუმენტი ინგლისელივე იურისტის მიერ დაწერილი თქო და არც მაგია არც ეგ არ წამო. ერთი ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება მახსენდება უზენაეს სასამართლოს მაგასთან დაკავშირებით, სადაც განმარტა რომ როდესაც საქმე ეხება უცხო სასამართლოში უცხო ქვეყნის სამართლის გამოყენება ეს იგივე მტკიცების სტანდარტი ვრცელდება, რადგან როგორც ფაქტებზე. ანუ მხარემ უნდა მტკიცოს. კი, მაგრამ როგორ ამტკიცება სამართლის, ანუ როგორ წყდება ეს საკითხი. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, უბრალოდ მაგ გადაწყვეტილებაზე მე ერთ-ერთ კონფერენციაზე მოსამართლეების იმ შემადგენლობასთან მქონდა საშუალება რომ გვესაუბრა აკადემიურად. მე არ ვიყავი ჩართული მაგ საქმეში და უფრო მოქნილი ვიყავი. და მან ერთი ძალიან ფაქიზი საკითხი არის, რომელმაც წარმოშვა თლიანი ჩვენი დოქტრინის მიმართ ცვლილების რისკი, რა მიდგომის. ანუ ნახეთ რას ვამბობ, კონტინენტურ ევროპაში უცხო ქვეყნის სამართალი არის სამართალი. ანუ მესამე მუხლი საერთაშორისო კერძო ასე ამბობს, რომ საქართველოს სასამართლო იყენებს უცხო ქვეყნის სამართალს, ისევე როგორც უცხოელი გამოიყენება დოქტრინა, პრაქტიკა, რა შენ ხო? და ანგლო-ამერიკაში უცხო ქვეყნის სამართალი არის ფაქტი. და აი მანდ მე ის ვთქვი რომ ეს ისე უნდა ჩაწერილიყო თქო მოგზალებულად გაუზიარე რომ არ დაკნინდეს უცხო ქვეყნის სამართლის თამასა, იმიტომ რომ მას როგორც სამართალს უყურებ ჩვენ და არა როგორც რიგით მტკიცებულებას. სტანდარტის ნაწილში კი ბატონო შეჯიბრებითობის კომპონენტში მტკიცება უნდა მოიტანო, იმიტომ რომ მესამე მუხლი ამბობს რომ თუ სასამართლომ ლონდონის კონვენციით ვერ მოიპოვა სამართლების ურთიერთდახმარებით სამართლის შესახებ ინფორმაცია, თუ პლუს ამის არც ექსპერტი ჩაინიშნა და ვერც მხარემ ვერ წარმოადგინა, ნუ მე უკვე გასაგებია, შეიძლება ქართულ სამართალი გამოიყენოს საერთოდ ან ერთ-ერთის წარდგენილი. პრაქტიკულად ამ საქმეში დათო რასაც ამბობს არბიტრაჟის მიზნებისთვის, დათოს შემთხვევაში დათოს მხარემ რო წარმოადგინა ინგლისური სამართლის დასკვნა, მეორე მხარეს აღარ წარმოუდგენია ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ვაწყობ და ეგ და თუ ფაქტის საკითხი არის. სხვა მხარეს წარმოვადგინდი მე და მეოცინაადე მხარემ რო არ წარმოადგინა, თუ მოსამართლე როგორც დათო ამბობს, ვერასაბუთებს რატომ არ იყენებს ინგლისურ სამართალს, მაშინ ის უკვე შებოჭილია დათოს წარდგენილი ბიტი, რომ დათომ შეჯიბრი მოუგო ყველას. ნუ ინგლისური სამართალი მოიტანა. თუ ფაქტის საკითხი არის, მაშინ უდავო ფაქტად უნდა მიიშლოს ჩემს მიერ წარმოდგენილი ეს მტკიცებულება. სხვა რა მტკიცებულება უნდა მოვიტანო, ხო? კერძო პირმა რა შეიძლება მოიტანოს თუ არა იმ კვალიფიციური იურისდიქციიდან კვალიფიციური ადვოკატის ან ექსპერტის დასკვნა. სხვა ფიზიკურად ვერაფერს ვერ მოვიტან. ამიტომ სამწუხარო არის ეს გადაწყვეტილებაში, ამ გადაწყვეტილებაში რომ თუნდაც არ ვიცი, ყოფილიყო დასაბუთება იმისი, რატომ არ არის ჩვენი პოზიცია სწორი, რასაც ჩვენ ვამბობთ და საინტერესო საკითხია რა, ანუ ალბათ მანდ იქიდან, ანუ შინაარსობრივ ნაწილს რო შევხედოთ, შეიძლება არ ვიცი, ხმეც მოსაზრებას გამოთქვა, რომ ალბათ გააჩნია რას არეგულირებს პარტნიორთა შეთანხმება, ხო? ანუ თუ პარტნიორთა შეთანხმება მხოლოდ პარტნიორებს შორის საკითხს არეგულირებს, ანუ პირობითად ერთმანეთს რა უნდა გადაუხადონ და ასე შემდგომ, ანუ მარტო მაგალითად დივიდენდი როგორ უნდა განაწილდეს ან ასე შემდგომ. კი ბატონო, მაგრამ თუ პარტნიორთა შეთანხმება ყველაფერს მოიცავს, მათ შორის კომპანიასთან დაკავშირებულ საკითხებს, ვინ ინიშნება, როგორ ინიშნება და ასე შემდგომ, მაშინ ხო არ ითვლება რომ აღარ არის საჭირო კომპანიის ხელმოწერა
ხო, ნახე ერთ-ერთი ბოდიში მაგრაცაში ვიტყოდი და მინდოდა და არ დამოწესდა და შენ განავრცე, აი ჩემ ნაწილზეც გაგვეცი პასუხი შენ მოსაზრების ფარგლებში, აი დირექტორზე რო ახსენე, დირექტორის ჩართვა, რახან რთულია როგორც ერთ-ერთი მთავარი თანამოპასუხისა თუ არა მოპასუხის, ხო? მის წინააღმდეგ თუ მიდის რა ეს დერივაცია, იმიტომ რომ მან მიაყენა ზიანი კომპანიას. დირექტორს ახლა ახალი კანონის პირობებში სასამსახურო ხელშეკრულებაშიც შეიძლება ჩავუდოთ, რომ შენ შებოჭილი ხარ საარბიტრაჟო დათქმით, რომელიც მხარეებს წესდებაში აქვს თან პარტნიორთა შეთანხმებაში აქვს, ანუ რაღაც ეგეთი ბმაუ რო იყოს, მაშინ უფრო მარტივად რომ დირექტორის საკითხი მაინც ფორმალურად თუ მიუდგებით მაინც ჰაერში ვრჩება, მე მგონი თუმც პარტნიორები ყველაფერზე შეთანხმდნენ წაკითხვა. ხელმომწერი არ არის დირექტორი. მაშინ იქ უნდა მოაწერინო ხელი დირექტორს. ხო, დირექტორმა რომც მან ორად უნდა დავყოთ, ანუ დირექტორი აწერს როგორც თვითონ თავის სასამსახურე თუ როგორც კომპანიის წარმომადგენელი, რომ კომპანია ეთანხმება ამ საარბიტრაჟო დათმას. მაგალითად თანხმობა ხო ჭირდება პარტნიორების. ხო, არა, თანხმობა რო საარბიტრაჟო შეთანხმებას ხელი მოაწეროს. ეგრე არ უნდა გავართოთ, იმიტომ რომ პარტნიორთა შეთანხმება გაქვს ყველა პარტნიორი აწერს ხელს, დირექტორმაც მოაწეროს ხელი როგორც მოაწეროს ხელი კომპანიის სახელით და როგორც გიორგი ამბობს თუ სასამსახურე ხელშეკრულებას იდება იმაში ჩაიწერება იგივე საარბიტრაჟო დათქმა და რეფერენსი cross reference რას უწოდეს ის ამას უნდა უწოდეს რომ დირექტორი ეთანხმება მსგავსი ტიპის დავებზე რომ ასე ვთქვათ გადაეცეს არბიტრაჟს და ერთი განაცხადება რაზეც მინდოდა უკვე 2000-თან დაკავშირებით თქვი რომ ანუ სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შპსს-თან დაკავშირებული დავა იყო სადაც თავის დაღწევა და აპირას იმ გაგებით რომ მეო დირექტორმა გადავაჭერბე უფლებამოსილებოსო და სამინისტროს თანხმობის გარეშე მოვაწერე ხელიო და მაგი იყო თავარი დაცვის ხაზი და საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება იმიტომ რომ სამინისტროს თანხმობის არარსებობა იწევსო მთლიანად მარწესრიგის დარღვევას და ჩამოგვემხობა თავისი მთელი ქვეყანაო არ დაალოშვათ ამ გადაწყვეტილების ცნობა ახსნებო ეს იყო თავარი არგუმენტი მაგრამ კიდევ კაი მოვრიგდით მაგ საქმეში მაგრამ კიდევ კაი კლიენტებისთვის თორე სამართლის განვითარებისთვის ჯობდა რომ სასამართლოზე თქვა ეს არგუმენტი არ არის სწორი და რაც შეეხება მეორე საკითხიც მე იდეაში თქვენთვის ორივესთვის ცნობილია და ათოსვისაც და შენთვისაც სხვადასხვა სტადიაზე მინდოდა გამოხლებული ყურადღება წინა პოდკასტთან დაკავშირებით არის და იქ ბოლომდე ვერ ვახსენე და აი ამ პოდკასტის ფარგლებში ვთქვი რომ საქართველოში ძალიან საინტერესო პრეცედენტი შეიქმნა უზენაეს სასამართლოში როდესაც საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის ფარგლებში ცნობა აღსრულების ეტაპზე მხარე შეეცადა რომ საარბიტრაჟო გასწავლება გაეუქმებინა და ძალიან საინტერესო მომენტი იყო იმ გაგებით რომ საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართალი იყო ინგლისური სამართალი და საარბიტრაჟო განხილვა შედგა კიდევ სხვა ქვეყნებში და ნიუ-იორკის კონვენციის მიხედვითაც და ჩვენი კანონის მიხედვითაც შენ გაქვს საშუალება რომ გაუქმებაზე იდაო როგორც საკუთრივ საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართლით ანუ ინგლისური სამართლით ინგლისში და შეგეძლო რომ ინგლისში დაგეწყო დავა და დაიწყო მხარემ დავა ინგლისში საარბიტრაჟო დათქმის გაუქმების მიზნით ინგლისური სამართლით პარალელურად დავის განხილვის ადგილზე ლექს არბიტრი სადაც იყო იმ ქვეყანაში მესამე ქვეყანაში დაიწყო დავა როგორც საარბიტრაჟო განხილვის ადგილის მიხედვით გაუქმებაზე და უზენაეს ეუბნება რომ მე და იქ გაუქმებაზე და შენ ახლა გააჩერეო პროცესი მაქსიმუმ თუ გინდა უზრუნველყოფა მომთხოვეო მაგრამ პროცესი შეაჩერეო ჩვენ რამდენი გვიწერი 30 დღე გვიწერი ხო ცნობა ახსნების 30 დღე გვიწერი ცნობა ახსნების ხო კარგად იცით მოსამართლეები ცდილობდნენ რომ ძალიან სწრაფად განეხილათ მაგრამ წელიწად ნახევარი ამავებმა მაინც გასტანა და მაგრამ საინტერესო ის არის რომ დათო დამეთანხმება რომ უზენაეს სასამართლო როგორც კი იღებდა უცხო ქვეყანაში წარმოების შესახებ დოკუმენტაციას ზედმიწევრით ჰქონდა შესწავლილი თავმჯდომარეს მინიმუმ ვინც იყოს თავარი აქტორი რა ვისაც მიყავდა პროცესით და ანუ ექსპერტების დასკვნებში იმიტომ რომ ორივე ქვეყნის სამართლით ანუ დავის განხილვის ადგილის სამართლითაც და მეორე არბიტრაჟის შეთანხმების ინგლისის სამართლითაც ექსპერტების ორი დასკვნა იყო წარმოქმნილი და იმ დასკვნებში და მითითებულ კანონებში ჩაძიებული იყო და უცხო ქვეყნის სამართალს უყურებდა როგორც სამართალს და ცდილობდა შინაგანიწმენის შექმნას იმ ექსპერტების მიერ დაწერილი დასკვნის საფუძველზე რა მანდაც მორიგებდა დასრულდა ბოლოს საკითხი მაგრამ იმ უზენაესმა იქ
მოკლედ შეჭერების საფუძვლად არ მიიჩნია და საინტერესო გადაწყვეტილება არის ზოგადად თემატურად უბრალოდ თავს შევიკავებ შეფასებისგან რამე თუ სუბიექტური ვიქნები ამ შემთხვევაში ჩემთვის სასარგებლოდ გადაწყდა მაგრამ პოდკასტის მიზნებისთვის თავს შევიკავებ ამ სვენელისთვის მიმინდია და აიდენტიფიციროს ეს საქმე და დაიგითხოს და თვითონ თავის იურიდიული გემოვნებაში ყველაფერს არ მოვყვებით ყველაფერს ვერ მოვყვებით კი ბატონო მოდით ამით დავასრულოთ დიდი მადლობა საინტერესო გადაწყვეტილებებია და რა იმედია სასამართლო მოსამართლეები მიადევნებენ თვალს ჩვენ ჩვენ ძალიან დიდი პატივი იქნება მე თუ მკითხავ ერთი ინიციატივა მექნებოდა ბოდიშის მოხდით რა თქმა უნდა გამგეობასთან როგორც გამგეობის წევრი გავკადნიერდები და რიგით მოსაზრებას პოდკასტშივე ვიტყვი რომ მე მხოლოდ გამეხარდებოდა თუ პოდკასტების ფორმატში მოსამართლეებიც შემოგვერთდებოდნენ, იმიტომ რომ მათი მოსაზრების მოსმენა აკადემიური შეხედულების ფარგლებში მათი მოსაზრება უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ როდესაც ყველა მხარე ჩართულია, იქ აშკარად ჭეშმარიტება იბადება და ჩვენთვის იქნება მხოლოდ პატივი და ძალიან მისასალმებელი. ჩვენ ღია ვართ პირიქით გამჭვირვალობას და ღიაობას უთხოვთ სასამართლოსაც და ჩვენც მაქსიმალურად კი ბატონო ზადვარო დავთმო ეს ადგილი და მოსამართლე ვისაუბრო შესაძლებლად. კი ბატონო. დიდი მადლობა. იმედია რომ გაგრძელდება პროსაარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიღება საარბიტრაჟო შეთანხმებებთან მიმართებით. კი ბატონო. მადლობა. მადლობა ნახვამდის.